2011 წლის 12 ივლისის ბრძანებით, განათლებისა და მეცნიერების ბატონ დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, რეციცხვაიეს გელაჭედია სახელობის საჯარო სკოლა სრულიად გაურკვეველი მიზეზით. და დღესაც რომ არ იცის არც სოფელმა, არც მასწავლებლებმა და არც მოსწავლეებმა, ისე დაიხურა. სკოლა, რომელთანაც მიგვაერთეს, არაფრით არ იყო ამ სკოლაზე უკეთესი. მარტვილის ხელისუფლებაში ჩვენ არ გვეგულება ჩინოვნიკი, რომელიც ამ სკოლის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ყველა გვეუბნება რომ უნდა მე არ საუბრობ პირდაპირ რესურს ცენტრის უფროსმა, ჩემთან პირადად საუბარში განაცხადა, რომ გოროზიას ინტერესებში შედიოდა ამ სკოლის დახურვა. ვინ არის ის ადამიანი, რესურს ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი? დიახ, ყოფილი ხელმძღვანელი, ეს არის სონია ჭოჭუა, რომელიც ჩვენი სკოლის გამო ამჟამად განთავისუფლებულია. განათლების სამინისტრომ რომ გააუქმა სკოლა, მაგრამ სკოლა ერთი წლის განმავლობაში ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. ესე იგი, ყველაფერს, რაც ჩვეულებრივ სკოლას ევალებოდა, ჩვენ მას ვაკეთებთ. პედაგოგები იღებდით თუ არა ამერტ? არა, არანაირი ხელფასი არ აგვიღია და ჩვენ არც არსად, სადაც ვიყავით ახლა რა ინსტანციებშიც და რომ ვიბძვით ამ სკოლის აღსადგენად, არსად არც მოგვითხოვია ეს ძველი ხელფასები. ამ სკოლის დახურვის ამბავი გაიგეს, პატარა ბავშვები გვეკითხებოდნენ, მასწავლებელო მართალია გელაჭედიას გმირობა ჩამოართვეს? იმიტომ რომ ასე აღიქვა ეს ბავშვებმა. იცით რა, ამ სკოლის დახურვა და ამ გმირის სახელის უარყოფა, ეს იქნება პატრიოტული სულისკვეთების ჩაკლა ახალგაზრდობაში. თუ სხვა სკოლას მიენიჭა თქვენი შვილის სახელი, ამ შემთხვევაში მე პირდაპირ უარს ვაცხადებ იმაზე, რომ ჩემი შვილის სახელი რომ მიენიჭოს სხვა სკოლას, უნდა დარჩეს იმ სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, პირველი კლასიდან 11 კლასის დამთავრებამდე, სადაც მინიჭებულია მისი სახელი, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებიან ისინი და გაუქმებენ მართლა, ეს ამ მემორიალი ჩვენი დადგმულია, აქ ამაში მთავრობის არაფერი არ ურევია. მე რაიონის ხელმძღვანელობასაც მივმართე, გუბერნატორსაც მივმართე, ცხელხაზე დავრეკავდი და მოვითხოვდი ყველა არხის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მივცემდი ინტერვიუს და ამოვთხრიდი ამას და გადავყრიდი. რა ვქნა, ასე მდგომარეობაში მაყენებენ და რა ვიცი, გმირის პატივისცემა არ იციან რა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ. არცემენ გმირის პატივს და მე რა უყო. ჩვენს დაუკითხავად გადაიყვანეს ეს ბავშვები სულ ხუნცის სკოლაში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში მაგათ უფლებას არ მივცემთ. ჩვენი ბავშვების ხარჯზე ხუნცის სკოლა რო გახსნან. გელაჭედია სწავლობდა ამ სკოლაში, გელაჭედია იყო ჩვენი გმირი და უნდა დარჩეს ჩვენ სკოლაში. არავითარ შემთხვევაში ჩვენ ერთი წელი ჩვენი ბავშვები ვატარეთ. უხელფასო დადიოდა მასწავლებლები, ჩვენ ითხოვნით. ერთი წელი კიდევ ერთი წელი კი ორი წელიც ვივლით, სანამ ეს მთავრობა არ შეიცვლება, პრეზიდენტი სანამდე არ მოვა ჩვენამდე და ჩვენი გულისკივიც არ მიიტანს და არ გაითვალისწინებს, მანამდე ჩვენ ბავშვებს ვატარებთ ამ სკოლაში. ამ ბავშვებს საერთოდ იმ სხვა სკოლებში, სადაც ურჩევდნენ გადასვლას, უწევთ უკვე 8, 9, 10 და უფრო მეტი კილომეტრის გავლა და რომელ უფლებებზეა საუბარი, აბსოლუტურად დარღვეულია თავისთავად ცხადია. ალიო, გამარჯობათ ქალბატონო სონია. საინფორმაციო სააგენტო ინფო9 ჟურნალისტი გაწუხებთ თეონა ხარაბაძე. თუ არის შესაძლებელი რომ გნახოთ და გაგესაუბროთ? ისიც რა შეესაქმეთ, თუ ეხება რეციცხვაიეს საჯარო სკოლას, მე კომენტარს არ გავაკეთებ. 40 წელი მაქვს პედაგოგიური მუშაობის სტაჟი. ამ ხნის მანძილზე ისეთი ნიჰილიზმი გამიჩნდა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს არავითარი კომენტარის გაკეთების არავისთან. აი რატომ, რა მიზეზით? დიდ ბოდის გიხდით. მესმის, დიახ. ძალიან დიდ ბოდის გიხდით, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს. აი მიზეზი რა არის კომენტარს რომ არ აკეთებთ? მიზეზი არის ის, რომ არავისი და აღარაფრის არ მჯერა ამ ქვეყანაზე უფლის გარდა. სონია ჭოჭუამ რა გითხრა, იცი? პირდაპირო აბა რა გეგონა ლეციცხვაიესო ანძარო არ დაადგმევიეთ გოროზიებს ასე გამართლებით მე რა შვაშიას კი არ გეუბნებით თქვენ უბრალოდ აზრი შეიძლება სისულელია მაგრამ მე რაც ითქვა იმას გეუბნებით ახალმა გუბერნატორმა რა გითხრა იცით მეო გოროზია შავგნელ საქმეებს ვერ გავათეთრებ გენაცვალე და თავი დამანებეთო ახლა თქვენ გაშიფრეთ იბეთურო მე მზათავარ მაგიყო ორივესთან ერთად ვისაუბროთ თქვენთან ერთად გინდ გუბერნატორთან და გინდა სონია ჭოჭუას და არანაირი პრობლემა არ არის ჯერედა ანძარაშვაშია საერთოდ სკოლა სად ანძადას ახლა განათლებული ხალხი ვარ და ახლა ერთმანეთს ეს საერთოდ ზალი ამ სკოლის გაუქმება რომელი მასში ჩაჯდა საერთოდ ელბუჯა შენ ძალიან კარგად იცი მე ძალიან კარგად ვიცი ეს ჩემთვის არის ძალიან ცუდი მომენტი ეხლა
მომისმენთ, ჩემთვის ყველაზე ცუდი მომენტი არის სკოლის გაუქმება, რომ ერთადერთი რომ სამსოფელში სამუშაო არ არის. ერთადერთი არის რესურსი, რომელმაც მომისმინეთ ერთი წუთი. ახლა ეს რატომ მოხდა, რანაირად მოხდა, ეს მარტო ჩვენი ამბავი არ არის. საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდებით. რა ქვია, მამუკა დანელია ბრძანდება მუნიციპალიტეტის გამგებელი. აი თქვენ რა ზომებს მიმართეთ, რომ ასეთი რამ გაიგეთ? თავრობას მიმართეთ, ან ვინმეს მიმართეთ ოფიციალურად, ან დეპუტატმა მიმართა. მიმართულია. მაგის წერილებსაც მოიწ. აი პასუხი რა გაქვთ თქვენ ამის შესახებ, ეს გვაინტერესებს. პასუხი ჩვენ თვითონ გამოვგზავნოთ იმას, რა ქვია, რესურსებს. ეგაა. ჩვენთვის არავის არაფერი არ გამოვგზავნია. ჩვენ გავაგზავნეთ და რესურსებს გამოვგზავნეთ და პასუხი. სკოლაში ფეხი არ დაუდგია, აქ გაიზარდა და აქ მოვალ. ჩვენ იანვარში რო დაიწყო სკოლა, ჩვენ აქ მოვალ. ჩვენ იმემორიათან ფიცი დავდით, რომ ამეზოდან არ გადავიდოდით და არც გადავალ. ერთი კვირა მაცალეთ და გეტყვით პასუხს. მე რა შემიძლია, რა არ შემიძლია. მე რო გითხრათ, არა, მომისმინეთ, ერთი წელი მოვიცადეთ. მომისმინეთ რა, ერთი ძალიან გთხოვთ რა. მე გეტყვით პასუხს. მე თქვენ არც ტყუილს გეტყვით, არც როგორც არის რეალურად, თუნდაც ბატონ ელგუჯასაც ჩემთან ერთად წავიყვან, განათლებაში მე თქვენ სადაც იყავით, იქ მინდა მეც მაინტერესებს, გამიგე ეს საუბარი, თუნდაც ეს თუნდაც რაღაც ამს არჩევნებს ეხება, იმას ეხება, ხო? ერთად არანაირი პრობლემა არ აქვს. მე და ელგუჯა კაი ხნის მეგობრები ვარ და არა გვაქვს ჩვენი ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთს არ გავყვეთ და არ მოვყვეთ. და ამას ყველაფერს დეტალურად გავარკვევთ რა ერთმანეთში. და გავერკვევით რა არის, რა შეიძლება და ამის პასუხს ერთ კვირაში გავერკვევით და გეტყვით. მოსახლეობას აი ეხლა სანამ არ უთქვენოდაც გავცემ პასუხს.